უკრაინა უკვე შეიარაღებულია უახლესი გერმანული ჰაუბიცებით. ინფორმაცია გერმანიის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა. RCH-155 მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე საარტილერიო სისტემად მიიჩნევა. მას შეუძლია მოძრაობის დროსაც აწარმოოს ზუსტი ცეცხლი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მის აღმოჩენასა და განადგურებას. ვალდბერისი ისევ იწვის უკრაინული დრონების სამიზნე ამჯერად ტულის ოლქის ქალაქ ალექსინში მდებარე ლოგისტიკური ცენტრი გახდა. კომპანია ადასტურებს, რომ ხანძრის გამოტვირთების მიღება დროებით შეჩერდა. ბოლო კვირებში უკრაინამ ვალდბერისის 15-მდე საწყობი დაბომბა. რუსეთმა კიევის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია და იღუპა 17 დაშავდა სულ მცირე 44 ადამიანი. სარაკეტო იერიშმა საცხოვრებელი კორპუსები და რკინიგზის სადგურიც დააზიანა. ზელენსკის ცნობით თავდასხმის მთავარი სამიზნე სამოქალაქო საწარმოების სასაწყობე ობიექტები იყო. ტრამპის გოლფის კლუბთან შეიარაღებული კაცი დააკავეს. შემთხვევა ლოს-ანჯელესში პრეზიდენტის დაგეგმილ ვიზიტამდე 2 დღით ადრე მოხდა. გამომძიებლების ცნობით 38 წლის ჯინინ ჯონ ტაელე კლუბის ტერიტორიაზე ფოტოებსა და ვიდეოებს იღებდა და უსაფრთხოების ღონისძიებებს აკვირდებოდა. მისი ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღი, საცხოვრებელი სახლიდან კი დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და რამდენიმე დღიური ამოიღეს, რომლებიც პოლიციის შეფასებით შემაშფოთებელ ჩანაწერებს შეიცავდა.